ჩემი თანამშრომელი მეუბნება, რომ აქციის წევრები ითხოვენ განმარტებებს, რომ რატომ მოხდა ამ ორი პიროვნების დაკავება და ზოგადად რა განმარტებებს მოითხოვენ. არასოდეს არ ამირიდებია თავიდან არც განმარტებების გაკეთება, არც აქციის წევრებთან კომუნიკაცია, არც ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემა და რა თქმა უნდა ეს უთხრეს მე ჩავთვალე, რომ ჩემი გასვლით და მათთან დალაპარაკებით ცოტა უფრო დამშვიდდებოდა სიტუაცია, იმიტომ რომ ხშირად მომიხერხებია და მოგვიხერხებია ერთობლივად, რომ რაღაცა კომუნიკაციით შედარებით მშვიდდებოდა ხოლმე ეს გავედი ეგრევე გასვლის მომენტიდან ქალბატონი მზია მეკითხება რომ ჩემი ოჯახის წევრები რატო ყავთ დაკავებული უნებრივი არ მეწოდინებოდა მისი ოჯახის წევრები მეკითხები რომ არს მეუნება გაბაიძე პასუხო გაბაიძე გიორგი მთვრალი რო აგინებს პოლიციელებს და ამ კონკრეტულ მომენტში სახეზე ვატყობ ძალიან აგეობებას, აგრესიას ეს ტემპრიც ახლა შეიძლება ქალბატონია და არ შემშინებია ამ ტემპრის, მაგრამ უნებრივია დაბინახე რომ აგრესიულია ძალიან. რა და იმდენად აბსურდული მოთხოვნა ქონდა ახლა როდის ანთავისუფლებ ჩემს ოჯახის წევრს და თან ამას აგრესიულად რომ ითხოვ ჩავთვალე რომ იმ მომენტში მასთან კონკრეტულად საუბარს აზრი არ ქონდა და დავაპირე წასვლა აქციის წევრების ძირითადი ნაკადი ცოტა მოშორებით და დაახლოებით 10 მინუტში. რომ იქ იდგნენ ძირითადად ორგანიზატორები, მე ქალბატონი მზია მანამდე არასოდეს ამ აქციების ლიდერად არ ქონია წარმოდგენილი ჩემს თავში. მეთქი იმათ გავესაუბრები, ვინც ძირითადად ლიდერები არიან აქციის, რომ რაღაცა დამეხმარება სიტუაციის დამშვიდებაში. ამ დროს მოულოდნელად პოლიციის კურსის ქაჩავს, ეუბნება ფრაზას, რომ მე რო დამაკავეთ და ამ მოქაშვის დროს ესეც კი ძალიან გამიკვირდა რა, იმიტომ რომ არც მორალურად, არც ჩემი ქმედებებით, არც ჩემს მიერ გასცემული არც ბრძანებით, არც მან რომელიმე ქმედებით, თუნდაც ეს შეურაცხყოფა არ გამიმსახურებია, რომ პოლიციის ქურთუკით ესე ვიღაცა მომკაჩოს და ძალიან გაუცებულმა შევხედე აი მის ხელს, რომ რატო შვება. ჩემისთვის მიცემას ვაპირებდი, რომ ესე მოიცემა, ჩემისთვის მიცემა არ დამცავდა. ბაშკი ხელი დამარტყა სახის არეში. იმ წამსვე იქვე იყვნენ ბერდია ფერაძე, გივი ბჟალავა, იოგი ბჟალავა და მათი ელოხა მათი დაკავდა, მისი დაკავდა.